მილიონი რომ გქონდეს, რას გააკეთებდი პირველსო? პირველს რა თქმა უნდა, ჩემ მიწაზე ავაშენებდი სახლს, ანუ ეგრევე სახლს მივხვდავდი, ოღონდ ძალიან პატარა სახლს, ანუ სახლი იქნებოდა მისაღები, მისაღები, სამზარეულო, პატარები და ორი საძინებელი. მორჩა, მეტი არა. იმიტომ მაგის არაგების თავისა და მაქმენა. ვიყიდით მანქანას, ოღონდ ნორმალურ მანქანას, რაღაცა ისე არა რა, ანუ ეკონომიურ და ოღონდ ახალს. უეჭველი სალონიდან გამოვიყვანდი. ახალი იყოს და ნებისმიერი იყოს. აი, ეს სიახლეზე ძალიან ისა მაქვს რა წიკი რა. რო გეცოდინება რომ 1-10 წელი ივლი რა. და ბავშვი დავდებდი რა თქმა უნდა. აი ერთად ბინას უყიდდი რომ დავი, ბავშვი გამესდება რაღაცა და რა თქმა უნდა, წავიდოდი სადმე სამოგზაუროდ და დედა მომკვდას ტელეფონი თუ არ გადამებდო. ანუ გადავაგდებდი ტელეფონს. სამოგზაუროდ წავიდოდი და გეტყოდით რომ აბა მილიონერი ვარ, კარგად იყავით თქო. და მეორე ადამიანი, ვისაც რამეს უყიდდი, პირველ რიგში იქნებოდა ჩემი ყოფილი მეუღლე. აუცილებლად უყიდდი სახლს და მანქანას. სახლს შენთვის თუ იყიდდი იმას აღარ უნდა მე. ანუ ყოფილი მეუღლეზე ვიდახე, კაცო იმა თავისუფლად მოიყვანოს და ჩემთან რა უნდა. ყოფილი ხო გასაგები. რა ტიპია სასწაული ადამიანია რა. ტელეფონსო გადააგდებდი მე როგორ გასთხოვდი. ისაკია, ჩვენ გოგოები ესე ვართ რა, ყველაფერი რასაც გვინდა და გვაბედნიერებს, მოჩვენებითაც ვცხოვრობთ და მე მართლა ბედნიერი ვიქნებოდით და აღარ დაგჭირდებოდა თქვენ ასიც იქნებდით.